გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელიას მორიგი კარგი თამაში და საჩივარი ხვიჩას ტრანსფერზე. ენდობა თუ არა ლივერპულის მწვრთნელი მამარდაშვილს. რა ინფორმაცია გავრცელდა ქართველზე? ვიდეოს დაწყებამდე კითხონა დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ახალი ხარ არ დაიზარო არხის გამოწერა და ერთად განვავითაროთ ქართულ YouTube-ში სპორტული მიმდინარეობა. მადლობა მეგობარო, თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. მორიგი ქართველი ფორვარდი წარმატების გზაზე. გულიაშვილის ინტერვიუ. სარაევოს ფორვარდმა გიორგი გულიაშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში ბოსნიის თასის მეოთხედფინალში ზრინსკისთან ფრედ დასრულებული მაჩი შეაფასა და საკუთარ სათამაშო ფორმაზეც ისაუბრა. გულიაშვილი კი დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. ვიცოდი რომ ზრინსკისთან რთული მაჩი გველოდებოდა და ასეც მოხდა. ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოდგა. დარწმუნებული ვარ საპასუხო მაჩი კიდევ უფრო რთული იქნება. თუმცა თუ ძალებს არ დავზოგავთ და შეცდომებს გამოვასწორებთ, შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძლებთ. ფიქრობ კარგ ფორმაში ვარ და ასე უნდა გავაგრძელო. ყოველ მატჩში ვცდილობ რომ გავახარო გულშემატკივრები. ყოველთვის ვცდილობ კონცენტრირებული ვიყო მომდევნო თამაშზე და დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში. ამიტომ ნახო თუ როგორ იქნება სეზონის დასკვნითი ნაწილი. განაცხადა გულიაშვილმა. ცნობისთვის 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ბოსნიის ჩემპიონატის 18 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში კი პირველ ადგილზეა. რაც შეეხება თასს, სამ შეხვედრაში მან 3 გოლის გატანა შეძლო, პლუს 1 გოლი კონფერენს ლიგაზე. ასე რომ ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით მის ანგარიშზე 16 გოლია. ამ რეალობიდან გამომდინარე კი გიორგი ნაკრებში გამოძახებას რა თქმა უნდა იმსახურებს. London Football Awards ჩაკვეტაძე ნომინანტთა შორისაა. London Football Awards-ის 2025 წლის დაჯილდოებაზე ნომინანტთა შორის გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით London Football Awards-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიპის ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის ლონდონის საფეხბურთო გუნდების საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეა წარდგენილი. ხსენებული ჯილდოსთვის კი ჩაკვეტაძის ჩათვლით 5 მოთამაშე იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებიდან მიღებული მთელი შემოსავალი მომაკვდინებელი სანით დაავადებული ადამიანების ცენტრს გადაეცემა. რაც შეეხება ჩაკვეტაძის მიმდინარე სეზონის მონაგარს, ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. სლოტი მამარდაშვილში დარწმუნებული აღარა. გაანათხოვრებენ თუ არა გიორგის მიმდინარე სეზონის ბოლოს. ინგლისური ლივერპულის თავკაცი არნე სლოტი აღარ არის დარწმუნებული, რომ მას მომავალი სეზონისთვის მამარდაშვილის დამატება სჭირდება. ამდენად შესაძლოა საქართველოს ნაკრების მეკარე, რომელიც ბოლო პერიოდში საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება, კიდევ ერთი სეზონი სხვა კლუბში გაანათხოვრონ. ამის შესახებ კი TBR ფუტბალი წერს. ეს გამოცემა კი დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ჩვენ ინფორმაციით ლივერპულში სერიოზულად ფიქრობენ ალისონის მომავალ სეზონისთვის შენარჩუნებაზეც. ამან კი შესაძლოა ენფილდზე მამარდაშვილის გამოჩენა გადადოს. გასულ ზაფხულს ლივერპულმა ქართველი მეკარე 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ იყიდა და თითქოს მას ბორმუნდში განათხოვრებას უპირებდა. თუმცა საბოლოოდ ის ისე ვალენსიაში დატოვეს. წესით მამარდაშვილი ინგლისში მომავალ ზაფხულს უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ყველაფერი შეიცვალოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი ალისონის ენფილდზე დარჩენა გადაწყდება. 32 წლის ბრაზილიას პრემიერ ლიგის ლიდერთან კიდევ 2 წელზე მეტი ხანი აკავშირებს კონტრაქტი. მართალია, მას ისევე პატიჟებიან საუდის არაბეთში, თუმცა არავინაა დარწმუნებული, რომ ალისონი ინგლისის დატოვებას დათანხმდება. TBR ფუტბალის საფეხბურთო კორესპონდენტ გრემ ბეილი საკუთარმა წყაროებმა აცნობეს, რომ ლივერპულს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ აქვს მიღებული. მერსესაიდელებს თავადაც არ სურთ ალისონის რომელიმე არაბულ კლუბში გაშვება. არადა მამარდაშვილის თაობაზეც რაღაც ნაბიჯია გადასათქმელი. არსებობს ვარიანტი, რომ 24 წლის ქართველი მეკარე ბრაზილიანის შემცვლელად იქცეს, რადგან ამჟამინდელი სათადარიგო მეკარე კელეჰერის კამზეჯდომას აღარ აპირებს და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. მაგრამ ამ საკითხზე მამარდაშვილის აზრიც უნდა მოისმინონ. საინტერესოა მას სურს თუ არა ლივერპულის მეორე მეკარეობა, თუ ისევ განათხოვრებას აირჩევს. ქართველი მეკარის ამჟამინდელი კლუბი ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება. ვალენსიას ლალიგის ბოლო 13 ტურში მხოლოდ 3 მატჩი აქვს მოგებული და გასავართ ზონაშიც იმყოფება. მამარდაშვილმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში 12 გოლი გაუშვა. რამაც იქამდე მიგვიყვანა, რომ მის დასადანაშაულებლად ხელს უკვე არაერთი ადამიანი იშვერს. წერია გამოცემაში. ამასთან ცნობილია ერთი საინტერესო დაკვირვებაც. როგორც ესპანეთში გამოიკვლიეს, მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარის მიერ განხორციელებული სეივების პროცენტულმა მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო. მაგალითად, თუ გასულ სეზონში აღნიშნული შედეგი 73%-ს უტოლდებოდა, ამჟამად ეს მხოლოდ 59%-ს შეადგენს. ამიტომ ნახოთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ლივერპულში. ფაქტია, რომ ვალენსიაში რთული მდგომარეობა, რაც ზოგადად ფეხბურთელების სათამაშო ფორმაზეც ისახება. ამიტომ ცხადია, რომ გიორგის მერსესაიდულ კლუბში შანსი უნდა მიეცეს. მამარდაშვილი კი თავის კლასს აუცილებლად დაამტკიცებს. კვარაცხელიას მორიგი კარგი თამაში და საჩივარი ხვიჩას ტრანსფერზე. რა ხდება ქართველი ფეხბურთელის თავს? როგორც მოგეხსენებათ 26 თებერვალს კვარაცხელიამ PSG
ლიონის მაისურით მორიგი თამაში ჩაატარა. კერძოდ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე PSG-ს მეტოქე მეოთხე ლიგელი სტად ბრიოშინი იყო, რომელიც ლუის ენრიკეს გუნდმა 7-0 გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და 62 წუთი ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი კი ძალიან აქტიური იყო. მან მრავალი სტანდარტული შეასრულა და ამასთან ერთად პენალტიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას პენალტის შესრულება თავად სურდა, მაგრამ ამის უფლება სამწუხაროდ გონსალო რამოსმა არ მისცა. ამ ფაქტს კი პარიზული კლუბის გულშემატკივრებიც გამოეხმაურნენ, რომლებიც სოციალურ ქსელში შემდეგი სახის კომენტარებს წერენ. კვარაცხელიას პენალტი თავად რომ დაერტყა უფრო ლოგიკური იქნებოდა. ხვიჩას პენალტი რატომ არ დაარტყმევინეს, ის ამას იმსახურებდა. რაც კვარაცხელია გუნდში მოვიდა, ყველა და ყველაფერი ათამაშდა. საოცარია ეს ყოველივე. კადრებში ჩანს, რომ ხვიჩას პენალტის დარტყმა სურდა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს. წერენ პარიზელი ქომაგები სოციალურ ქსელში. შეხვედრის შემდეგ კი კომენტარი გუნდის თავკაცმა ლუის ენრიკემაც გააკეთა, რომელიც კვარაცხელიასაც შეეხო. მოხარული ვარ, რომ გუნდში ამდენი ფეხბურთელი ყავს, რომლებსაც კლუბის მაისურით ასპარეზობა სურთ. ეს იყო იდეალური საღამო, რადგან ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ასევე რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალებაც მივეცით. ჩვენი მიზანი იყო ბურთი კვარაცხელიასთვის და თუ ესვით რა შეიძლება ხშირად მიგვეწოდებინა. ჩვენ კი ეს შევძელით და გამარჯვებას მოვიპოვეთ. რომ არა ეს გარემოება დღეს რთული მატჩი გვექნებოდა. ჩვენ ამ პროექტის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად. სად არის საზღვარი? ჩვენთვის ზღვარი არის ცა. გვინდა ზეცამდე მივაღწიოთ. გვინდა იქ ვიყოთ და მოლოდინები გავამართლოთ. განაცხადა ენრიკე. მე კი შეგახსენებთ, რომ PSG მორიგ შეხვედრას 2 მარტს ლილის წინააღმდეგ გამართავს. ამიტომ ტრადიციულად კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა. ხოლო ვინც ორმოცემულობას გამოიცნობს, ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე ცხელ ამბებზე, რაც ხვიჩას თავს ტრიალებს. ეს კი ეხება კვარაცხელიას ტრანსფერს, რის გამოც პარიზულ კლუბს უჩივია. კერძოდ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ეკიპი უწყება, რომ ლიონი პარი სენ-ჟერმენს პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის ასოციაციაში კვარაცხელიას თაობაზე უჩივის. კერძოდ ფონსეკას გუნდში თვლიან, რომ კვარაცხელიას მათ წინააღმდეგ არ უნდა ეთამაშა. წყაროსნობით ლიონმა საჩივარი უკვე შეიტანა და ამტკიცებს, რომ ქართველ ფეხბურთელს თამაშის უფლება არ ქონდა და PSG fair play-ის პრინციპებს არღვევს. კერძოდ ლიონის პრეზიდენტი შონ ტექსტოლის ოფიციალურ არჩივარში შემდეგი რამ წერია. კვარაცხელიას PSG-ში გადასვლა მხოლოდ კლუბის დაფინანსების გამო გახდა შესაძლებელი. ეს კი უცხოური სუბსიდიების აკრძალვის რეგულაციას ეწინააღმდეგება. ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტის დამტკიცება და მისი რეგისტრაცია როგორც ახალი მოთამაშე არღვევს LFP-ის ადმინისტრაციულ დებულებას, წერია საჩივარში. გავრცელებული ინფორმაციით ლიონი ეყრდნობა LFP-ის 2024-25 წლების დადგენილი წესების 556 და 560 მუხლებს. 560 მუხლი კი ადგენს, რომ ფეხბურთელის კვალიფიკაციის ან მონაწილეობის ერთ-ერთი დებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი გუნდი წაგებით უნდა დაისაჯოს. თუმცა მომჩივანი კლუბი ქულების დაწერის პრივილეგიით არ სარგებლობს. ასევე უნდა გაუქმდეს დამრღვევი გუნდის მიერ გატანილი გოლებიც. ცნობისთვის სულ ცოტა ხნის წინ ლიონის მფლობელმა საჯაროდ დაგმო ის ფაქტი, რომ პარი სენ-ჟერმენი კატარის სახელმწიფოდან ფინანსდება. ეს კი არის ომის ახალი ეპიზოდი, რომელშიც ორი კლუბის პრეზიდენტი რამდენიმე თვეა იბრძვის. მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ PSG-მ ყველაფერი წესების დაცვით გააკეთა და ხვიჩას ტრანსფერს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუმცა ყველა ვარიანტში ეს ფაქტი არასასიამოვნოა, რადგან ხვიჩას თავს მორიგი თავსატეხი და არეულობა გაჩნდა. ამას კი ემატება განცხადებები ნეაპოლური კლუბიდან. კერძოდ ცოტა ხნის წინ Sky Sport-თან საუბრისას ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ქართველ ფეხბურთელზე მორიგი კომენტარი გააკეთა. ხვიჩას ასვლა ასეთი ფეხბურთელის შუა სეზონში წასვლა სინანულის შეგრძნებას იწვევს და ადვილი არასდროს არის. კვარაცხელიას წასვლა მასწავლა, რომ ისეთი რაღაცების გამოსასწორებლად უნდა ვიყოთ მზად, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვართ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, განაცხადა ჯოვანი მანამ. ამასთან ნაპოლის, რომასა და ინტერის ყოფილი მოთამაშე ლუჩიანო მარანგონი კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლის დეტალებზე საუბრობს და ანტონიო კონტეს როლს უსვამს ხაზს, რომელმაც თავისი საწადელი ვერ აისრულა. ლუჩიანო კი დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. კვარაცხელია წავიდა და მოვიდა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ნოა ოკაფორია. ამით გუნდი რა თქმა უნდა დასუსტდა. ვიცი, რომ კონტე ბოლომდე ცდილობდა ხვიჩას დარწმუნებას, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ბიჭს წასვლა სურდა, მისი აზრი გაითვალისწინა. მიწეზები მხოლოდ მათიციან. შიდა სამზარეულოს უნდა იცნობდა და იქ იყო, რომ ამაზე პასუხი ჰქონდეს. კონტე სურს შემადგენლობის გაძლიერება არა მხოლოდ ახლა, არამედ ახალი სეზონისთვისაც, რადგან გაისად გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ელის. აქვე გეტყვით, რომ დღეს იტალიურმა კალჩომერკატომ კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ დაწერა და მისი რეალური ფასი გაასაჯაროვა, რომელიც 80 მილიონი ევროა. აქედან 24 მილიონი PSG-მ იანვარში გადაიხადა. დანარჩენ 56 მილიონს კი PSG 4 ნაწილად დაფარავს და ნაპოლის 14 მილიონს გადაურიცხავს. ეს კი დე ლაურენტისის მორიგი თამაში გახლავთ რითის ხვიჩას ტრანსფერიდან გაცილებით დიდი თანხა მიიღო. კვარაცხელია ბრიტანელების რეიტინგში ბრძოლა ვინისიუსთან, ბარკოლასთან,
ლეაოსთან და სხვებთან. მესის შემდეგ ნეიმარიც. დაბრუნდება თუ არა ბარსაში ლეგენდარული დუეტი. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარის შესაძლოა ბარსელონაში დაბრუნდეს. გამოცემა Diario Sportis ინფორმაციით, ნეიმარის აგენტი პინი ზაჰავი, რომელიც ბარსაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, აქტიურად ცდილობს, რომ ბარსას ხელმძღვანელობა დაარწმუნოს, რათა 2025 წლის ზაფხულში ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატონ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ბარსაში არ არიან დარწმუნებული, სურთ თუ არა ნეიმარის გაფორმება და ექნებათ თუ არა ამის ფინანსური შესაძლებლობა. გარდა ამისა, მისი დამატება არ სურს ბარსას მწვრთნელს ჰანსი ფლიქს, გერმანელ სპეციალისტსა და მის თანაშემწეებს ამგვარი ვარიანტის გაგონებაც არ სურთ. ამიტომ ამ რეალობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბარსაში ლეგენდარული დუეტი დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ მესიმ ცოტა ხნის წინ საჯაროდ გააკეთა კომენტარი, სადაც განაცხადა, რომ ის თავის საფეხბურთო კარიერას ისე ვერ დაასრულებს, რომ განახლებულ კამპ ნოუზე არ ითამაშოს. ამის შემდეგ კი აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ძალიან მალე ბარსაში დაბრუნდება. ამიტომ ნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალმა 442 პოზიციების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულები შეარჩია და როგორც მოსალოდნელი გახდათ მარცხენა გარემარბებს შორის PSG-ს ქართველი ვარსკვლავი კვარაცხელიად შეიყვანა. საქართველოს ნაკრების შემტევი კი მხოლოდ ვინისიუს ჟუნიორსა და რაფინიას ჩამორჩება. მის უკან კი რაფაელ ლეაო, ბრედლი ბარკოლა, ლუის დიაზი, კოდი გაკპო, ნიკო ვილიამსი, ენტონი გორდონი და კაურო მიტომა არიან. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.